What's up YouTube? სალამი ყველას ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოგეთ ბიჭები დღევანდელ ფაქტიურად ვიდეოში იქნება განხილვა საინტერესო პეპტაიდების, მაგრამ იმ პეპტაიდების უფრო რომლებიც გვეხმარებიან ჩვენ ან სხეულის შესაბამისად რეკომპოზიციაში, ან შესაბამისად გვეხმარებიან უფრო მაქსიმალურად ცხიმის შეიძლება ითქვას წვაში. მაგებზე ვისაუბრებ ესე იგი დღეს ბიჭები და მსგავსი რაღაცა ფორმატი რაც იყო გადაღებული შესაბამისად სარმებზე, პეპტაიდებიც უფრო ისეთი რაღაც გარკვეული ჯგუფი არის, რომელიც ცალკე არის სტერიკებისგან და ვინც არიან უფრო ნეითები, ან ვის თქვათ უფრო არჩევს ეს ვარიანტი შეიძლება ითქვას რაღაცა გარკვეულად თავის ენდოგენურ ფონზე. მაგათთვის არის საინტერესო. პეპტაიდების თემა უზომოდ არის ძალიან ფართო, რაც ახლა ვილაპარაკებ იქნება შეიძლება 4, 5, 6 პეპტაიდი, ზოგადად პეპტაიდების თემა, თქვენ რო ხვდებოდეთ, არის ძალიან ის ვარიანტში ახლა მოდაში. FDA-ც ძალიან ბევრ ამას უკვე აუკეთებს ფაქტიურად მწვანე რაღაცა გარკვეულ ღილაკს და შეიძლება ითქვას, რომ პეპტაიდებს შესაძლებელია ბიჭები მომდენო მიახლოებით 5, 7, 8 წელიწადში ჩვენ ვიხილავთ დაჟე აფთიაქის ქსელებშიც. ამიტომ დღეს შესაბამისად გაემზადეთ, რა ვიცი, შეუბეროთ დღეს ვილაპარაკოთ ამ თემაზე. შევეხები უფრო მეტწილად მელიჩნად და ჩემი ვარიანტი გარკვეული რაღაცა ბიოჰაკინგის და გარკვეული რაღაც სპორტის დაიწყო იმით, რომ ვიყავი შესაბამისად პირდაპირ ვიტყვი ჩემ თავზე, ვიყავი მაგარი სქელი, ვიყავი მიახლოებით 127-128 კილოგრამი. სიმაღლე წარმოიდგინეთ, რომ მე მაქვს მიახლოებით 176 სანტიმეტრი. თლათ მაღალიც არ ვიყავი ეს ვარიანტში სუქანი და სულ ყოველთვის, როცა ვიყავი პატარა, ოცნებობდი ის რაღაც გარკვეულ პრეპარატზე. არ გარკვეულად ის რაღაცა ნივთიერებაზე, რომელიც იმენა მადას დააქვეითებდა. იმიტომ რომ მე გენეტიკურად ბაგი მაქვს იმენა ეგ, მაღალი მადა. მე შესაბამისად რო ვიხსენებ რა ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის გამოშვება მიახლოებით 5-10 წლის წინ, 15 წლის წინ. უბერაუდი კლასიკა როგორც ხდებოდა რა შესაბამისად უბერაუდი სტიმულატორები ლოგიკურია რომ როცა რაღაცა თქვა მიიღებ რაღაცა მასტიმულიზირებელს, კიდას თქვა ადრე იყიდებოდა კლომოფარმის ცხიმის ჭოლები შეიძლება ესე ითქვას, შიგნით იყო ეფედრინი, რა ვიცი, დემეა, იოჰიმბინი, კოფეინის ცხენის დოზა, მაგის ფონზე შესაბამისად ძალიან აქტიურდება ადრენალინი, აი დარბი ხარ გაგიჟებული, შესაბამისად ჯეისონ სტეთჰემივით იმ ფილმში რო არის გადმოხდა რა გააკეთო და ლოგიკური იქ მადის გარკვეული იმპულსები ითრგუნება. არ აღშევდება საჭმელი, მაგრამ ეგ არის უზომოდ დიდი განმავლობა ბიჭები, როგორც ნერვული სისტემის, ასევე ჰორმონალური და ენდოკრინული სისტემის. ამიტომ დაკლების ვარიანტში თუ მივა საუბარი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობია ნელ-ნელა ეტაპობრივად, მაქსიმალურად ყველაფერი რაციონალურად და ხანგრძლივ პერსპექტივაში. ვიდრე რაღაცა ბუხ როი რაღაცა მარათონებს ოდებენ, მე დავიკელი 12 კილო ერთ თვეში, დავიკელი 15 კილო, ეგ არა ეს კაი სიმართლეში და მასტი ფორმატების გაგიხარდებათ. შევეხები პეპტაიდებს და პეპტაიდების თემას უფრო იმ კუთხით, რომლებიც წვავენ ცხიმს. ეხლა ახსნი 3 პეპტიდზე ვილაპარაკებ. რომლებსაც აქვთ უკვე შესაბამისად ამ 3-დან 2-ს აქვს უკვე მწვანე შეიძლება ითქვას ნატურალთებული, გადიან შესაბამისად როგორც გარკვეული რაღაცა მედიკამენტები და ასე შემდეგ. საუბარი ახლა იქნება, თქვენ მივხვდით ალბათ, სემაგლუტიდზე. შესაბამისად ორმა გაგონისზე მუნჯარო ტირზეპატიძე და სამა გაგონიცე ჩემს მაგარ ბროზე რეტატრუტიძე. ბროზე ოღონდ ვიტყვი ბოლოში რაღაც პატარა ერთ საინტერესო ნიუანს რა. ძალიან მოკლედ გავირბენ ამებზე შესაბამისად. ვიტყვი ესე იგი აქ რა ვარიანტს, ანუ წონის კლების ვარიანტის პროცენტულობით როგორც იყო კვლევების და მიხედვით შესაბამისად და ჯერ დავიწყებ სემაგლუტიდის. სემაგლუტიდი გავსინჯე პირველად მიახლოებით 1-2 წლის წინ. გავსინჯე დოზირება შესაბამისად როგორც კლასიკურად დიდი, თუ არ ვშტები მაშინ დაუშვი ეგრევე მიახლოებით გავმიდე 750 მიკროგრამი. ვერ ვიყავი ხოძე იპონში რომ მადა ვაფშე დაიკეტა. თან სემაგლუტიდს აქვს მოქმედება, სემასაც, ტიზეპატიდსაც აქვს უფრო ის მოქმედება, რომ უფრო თითქოს გზნობ უფრო მეორე და მესამე დღეს რა მაგის ეფექტს ეგ აქვს და просто დოზირება უნდა შეიჩიოს უფრო ნორმალური და აკეთებს ფაქტიურად როგორ სიტუაციას რა. აგონისტი შესაბამისად არის GLP-1-ის. ანუ აკეთებს როგორ მექანიზმს. საჭმელს ჩვენ რო ჭამთ მიდის რაღაცა მოდელების პროცესები შესაბამისად და იქ მიდის რაღაც გარკვეული კასკადი რაღაცა გარკვეული მეტაბოლურები შეიძლება ითქვას. მონელების ვარიანტს უფრო აი ანელაოებს, ანუ უფრო შესაბამისად საჭმელი რჩება უფრო კუჩი მეტად და თითქოს უფრო დანაყრების გარკვეული რაღაც იმპულსები, ანუ რო არ აღშია მაგ მექანიზმს აკეთებს. ნორმალური პონტია, განსაკუთრებით იმათვის უფრო ვიტყოდი, რომ ვისაც აი იმედად სვეტში მაგარი ჭარბი წონა აქვს, ჭარბი წონა მაქვს საუბარი ქალები რო არიან მიახლოებით 130-130 კილოები, აი იდეალური ვარიანტია ეს როგორც სასტარტო პონტი რა. შეიძლება ითქვას. თუ მივა საუბარი რაღაცა თქვა რაღაცა მსგავსი რაღაცა პეპტიკების გასინჯვის ვარიანტს
შესაძლებელია რომ კაცმა ჯერ სცადოს თავიდან რაღაც გარკვეული ექსპერიენსის პონჩი სემაგლუტიდი იმენა. მე სცადოს მე ტიზეპატიდი, მე სცადოს შესაბამისად რეტა. ახსნი მაგ ნიუანსებს ატო რა. სემაგლუტიდი ფაქტიურად გადავიდა მეორე პლანზე, იმიტომ რომ უკვე გაიჩნდა შესაბამისად ორმაგი აგონისტი, ტიზეპატიდი შესაბამისად GLP-1 და GIP. ამას უკვე განსხვავება როგორ თემა აქვს, ანუ ეს შესაბამისად გარკვეულად უფრო აკეთებს როგორც აი აქვეითებს რაღაცა გარკვეულად ჭამის და მადის ვარიანტსაც იგივე ვარიანტში მოქმედებს, რადგან აქვს GLP-1-ის შესაბამისად მექანიზმი. ასევე მეორე ის აქვს შესაბამისად რომ აუმჯობესებს ნახიწყლების რაღაც გარკვეულ მეტაბოლიზმს და ნახიწყლები შესაბამისად ნორმალურად მიდის უფრო გლიკოგენში ენერგიის წყაროს გამოყენებაში და ნაკლებად მიდის უფრო ცხიმში რა. არის ეგ ვარიანტი აქვს. ანუ ადამიანს თქვა ვისაც თქვა ხშირად აქვს მიდრეკილება ზოგადად ოჯახიდან გამომდინარე რაღაცა დიაბეტისკენ და გლიკოზირებული ჰემოგლობინი სულ აქვს მაღალი თქვა რაღაც ვარიანტში ანალიზებში. მაგ სიტუაციაში მაგრამ აბალანსებს ეს ზუსტად მეორე აგონისტი რაც არის შესაბამისად GIP. ნორმალურია, პროსტა პროცენტულობას ახლა ვიტყვი როგორ სიტუაციას. თუ არ ვხდები წლიურ განმავლობაში იყო რაღაც სტატისტიკა, სემაგლუტიდზე ხალხი კარგავდნენ მიახლოებით 3-დან 20%-მდე წლიურად. ტიზეპატიდზე უკვე მიახლოებით 20-25% შესაბამისად და აი უკვე მესამე რაც არის შესაბამისად ამ ჯგუფიდან რა, რეტა ტრუტიდი შესაბამისად, მაგაც უკვე კარგავდნენ ხალხი მიახლოებით 24-დან 29%-მდე. და ზუსტად ეგეც იმის ფონზე რომ აი ეს გარდა ორი გარკვეულად რაღაცა შესაბამისად აგონისტი რაც აქვს სემას და ტიზეპატიდს, ამას კი დამატებული აქვს გლუკაგონის მოლეკულა, რომელიც აკეთებს უბრალოდ იმ გარდა ორისას იმას, რომ დამშრომლ მდგომარეობაში ჩვენ როცა ვზივართ, მეტაბოლიზმის რაღაც გარკვეული პროცენტულობა, ანუ გახარჯვა რაღაც გარკვეული ენერგიის ხდება უფრო მეტი. აი ეგ აქვს ამას ყველაზე მაგარი დიდი პლუსი რა ფაქტიურად, მაგრამ ახსნი როგორ სიტუაციას კიდე გზად. ისეთ ზოგ ადამიანს ისეთ დონეზე უფრო სწრაფად უჩქარებს ამ მეტაბოლურ პროცესებს, რომ განსაკუთრებით ჩემს სპორტსმენებს და ჩემზეც მაქვს შემჩნეული ის, რომ თითქოს ძალისმიერი პერფორმანსი მე გვეითდება, აი ეგ არის რა. ლოგიკურია, რომ როცა ვართვათ კალორიების დეფიციტში და ვართ ენერგიის დეფიციტში და უფრო მატებულობს რაღაცა გარკვეულად რაღაცა კატაბოლური პროცესი, ანუ ცხიმის დაშლაც კატაბოლური პროცესი არის. ლოგიკურია, რომ იქ რაღაცა კუნთის დაზე და რაღაცა რთულია. მაგრამ ამას უფრო ხშირად ვაკვირდები ხოლმე იმ ხალხზე, ვინც აკეთებენ რეკომპოზიციას, თქვათ, რაღაცა გარკვეულად სუფთად თავის ჰორმონალურ ფონზე, თქვათ, არიან თქვათ გარკვეულად რაღაცა თქვათ ან სერმსებზე და პეპტაიდებზე. ვიდრე იმ ხალხზე, ვინც გამოიყენებს სტერიკებს, იმიტომ რომ ლოგიკურია, რომ რაღაცა თქვათ სტერიკებს უცე გამოიყენებთ mTOR და ყველანაირი ანაბოლური პროცესი უფრო მაღალი გვაქვს, მაშინ უფრო ვერ აღვწნოთ რეტას მოქმედებას, მაგრამ აი დაკვირვებულია რომ უფრო ხალხს და კლიენტურას იმათ, ვის თქვათ იქნებენ სუფთაზე, ამობენ რომ ძალა იკლებს, მაგრამ რეტა ტრუტიზე, მაგრამ ეფექტის ცხიმისთვის უფრო აქვს გაცილებით მაგარი ეფექტური რა. ამიტომ რეტა გამწონებული ბოლომდე ხარ არის. სემაგლუტიდი ტიზეპატიდი გამწონებული არის. მე ლიშად დაუმუღამე უფრო რეტას. აქვს როგორ ნიუანს. დოზირებების თემა რა. ყოველთვის ფთხება ამ ვარიანტებზე შესაბამისად და მსგავს რაღაცა ჯგუფებზე, რაზეც მიდის საუბარი ამ ნიუტრიენტებზე. ყველა ვერ იდგებს ნორმალურ დოზირებას. ყველა იკეთებს შეცდომით. ეხლა გას მოხდა როგორი სიტუაცია. არანაირად თუ არაფერს არ ვამბობ, просто განვიხილავ რაღაცა გარკვეულ მომენტს ნორმალურ აი სწორ გასაგებ კონტექსტში გიხსნით. მირეკავს ახლა განსახლებელი, რომ ექიმა დაუწერა სემაგლუტიდის რაღაც გარკვეულად სემაგლუტიდი დაუნიშნა ერთ ჩემი ახლობლის გოგოს და მეორე დღის გულისრევები აქვს და ვერ არის რაღაცა კარგათო. და ვეკითხები რომ დოზირება რამდენი იყო თქო და გოგო იყო წონით მე მგონი მიახლოებით 80 კილო. ალბათ შეეშალა იმ ექიმს და დოზირება გამოვიდა მიახლოებითაც მაგან დაუწერა, აი დეტალურად ყველაფერი მანახეს მიახლოებით მილიგრამ ნახევარი. ნუ ბლიაც ეგ არის ძალიან მაღალი. თქო რომ ხვდებოდეთ რეცეპტორები როგორ მუშაობენ. თავიდან დავიწყეთ 250 მიკროგრამით მაგალითად. მე გარკვეულად რეცეპტორები ეგუება, ანუ იგივე ეფექტი არ აქვს. ყოველ თქვა კვირა, ყოველ თქვა 2 კვირაში ერთხელ შესაძლებელია რომ 150-200 მიკროგრამი დოზირება დავამატოთ. ალბათ შეეშალა უბრალოდ იმ ექიმს რა, იმიტომ დოზირება არის ძალიან მაღალი. ან შესაძლებელია ეგ სპეციალისტ პირაპირ იმიტომ დაუწერა რომ უმეტესი კვლევები სადაც არის, დოზირებები მერყეობს მიახლოებით მილიგრამიდან 2.4-მდე. მაგრამ 2.4 მილიგრამი, ანუ რადგან 1.5 დაუწერა, ვიფიქრე რომ იქნება იმიტომ გამოთვალა თქო 2.4-დან გამოთვალა, მაგრამ 2.4 დოზირება ეგ უფრო უკეთებენ იმ ხალხს, ვინც წონით არიან მიახლოებით 150-200 კილოები, ანუ ბევრი ბირუარია მოცულობაში რა და ამიტომ დოზირების მორგებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ყველაზე მთავარი პრიკოლეცია ავიღოთ ტიპი, რომელიც არის მიახლოებით 100 კილოგრამი, 500 მიკროგრამი სემაგლუტიდი თქვათ რომ სცადოს, თითქოს არ არის დიდ დოზირება და რაღაცა რა, მაგრამ მქონია ექსპერიენსი ისეთი რომ დაჟე მაგ დოზირებაზე ზოგს აი გულისრევის სიმპტომები და რაღაც პონტები აქვთ. ამიტომ ყოველთვის ყველაზე მთავარი, რასაც იქნება ჩემგან ის ვარიანტი რაღაცა თქვათ ეს რჩევის ვარიანტი იმენა.
self-taught sciences. იქნება ის, რომ დოზირება სადეთ მაქსიმალურად მიკრო. არა უშავს სადეთ დაბალი, თქვა შეხედეთ 2-3 დღე, ვერ არა მერე სადეთ. ვიდრე გულისრევებში და ის ვარიანტში აიცროთ მერე გულიო ცუდი. ანუ ეს ჯგუფი პრეპარატებისაც არის უზომოდ საინტერესოა და იმენ არის game changer-ები, ვისაც უნდა რომ იყოს რაღაც ვარიანტში შეიძლება ითქვას ტონუსში და ცხიმის დაბალ პროცენტულობაში. პროსტა დოზირება არის მოსარგები და ეგ არის. იგივე სიტუაცია შეიძლება ითქვას რაც არის აი მუნჯარო, ტიზეპატიდი, რავი კლასიკური დაბალი დოზა ყველაზე გული იწყება 2.5-3 მილიგრამი. არ გინდათ სადეთ 1.5 მილიგრამი და თან ეკონომიურობის კუთხითაც უფრო მომგებიანი გამოვა. ანუ ვაი და თქვენ ისეთი მგზობიარე ხართ, რომ გზნობთ იდეალურად მილიგრამ ნახევარს. ნახვია იქ რაც თქვა ჩათი წეს და რაღაცა თქვა ინფორმაციაცაც გუგლში ეგრევე 3 და 4 და 5 მილიგრამი. არა ესაჭირო. სადეთ მინიმალური. რაც შეეხება რეტას ვარიანტში იგივე პონტი არის. ანუ რაღაცა გარკვეულად მწვანე ჯერჯერობით ფლაგი არა აქვს ამას. არის ბევრი კვლევები თაგვებზე. თაგვებზე ახსენ ვილაპარაკე ვიდეოზე სარემებში იქ ჩაუჯექით კარგად და კარგად მიხვდებით როგორც არის სიტუაცია იქ დავღეჭე იმენა. არ არის ეგ ცუდი რახან თაგვებზე არის უბრალოდ ფინანსურ ვარიანტში. ძვირია იგივე რომ ჩატარდეს ადამიანებზე მიახლოებით 10-15 ჯერ მეტი და თუ თაგვებზე ნორმალურად არის და რაღაც გარკვეული ნორმალური კვლევები არის შეიძლება რომ გამოყენდეს. ყველა კი ვინც კი ნორმალური ფაქტიურად სპორტსმენი არის და ვინც კი ბოდიბილდინგის თემას უბერავს ან რაღაცა თქვა ფიტნეს თემებში არის ბოლო ერთი წელიწადი ვისაც მე მაქვს უთითო ყველა გამოიყენებს უფრო რეტას მეც შესაბამისად ვარ მაქსიაში ალბათ ერთი უკვე 7-8 თვე უკვე ვარ რეტაზე შესაბამისად დოზირება მოვიდგე მიახლოებით 2.8-3 მილიგრამი მაქვს დოზირება და აი ვაფშე ესე მყოფნის რომ თქვათ იდეალურად მეც მე აღარ ვუმატებ რა ამიტომ თუ მივასაუბარი ეხლა პეპტაიდების განხილვის თემაში ცხიმისთვის ვარიანტში აქედან 3-დან იქნება უეჭველი რომელიმე ამ 3-დან 100%-იან იქნება პირველი ვარიანტი. თუ მივასაუბარი ეხლა შესაბამისად იმენა ცხიმისთვის ვარიანტზე, ეხლა ახსენ როგორ სიტუაციას. ზდის ჰორმონზე ზდის ჰორმონი ძალიან ცუდია მომდებული. ზდის ჰორმონს კაი რა აქვს. რომ ანაბოლური შესაბამისად რაღაც გარკვეული ფონიც აქვს. ანუ ანაბოლიზმი ის იმას ნიშნავს, რომ როცა ჩვენ ვცდილობთ წონა დავიკლოთ, ლოგიკურია, რომ მაშინ რაც მე ხორცს შევინაჩუნებთ, მით უფრო მაგარ ბონუსში ვიქნებით, ცხიმიან ბონუსში. ამიტომ როგორ სიტუაციას ვიტყოდი რა, რომ ვისაც აქვს იმენა ძალიან პრიორიტეტში, რომ კუნთოვანი ქსოვილი და ფიქრობ ეგ უფრო რაციონალური არის. მაშინ შეიძლება რომ იყოს GH-ი. GH პროსტა რა აქვს? ცხიმისთვის პროცესში ცხიმის წვა კი უწერია, მაგრამ ძალიან მაგრად აკეთებს სოდიუმის შეკავებას, ან ნატრიუმს აკავებს შესაბამისად კუნთებში. წყალი უფრო გროდება, უფრო შესაბამისად უფრო ჩერდება კუნთოვან ქსოვილში და როგორი პონტი იქნება ანუ თითქოს უფრო წამობერილი ვითახარ, უფრო თითქოს რაღაც დაბერილი ხარ და ფიქრობ, რომ ვიკეთებ ამას იმის გამო, რომ ცხიმი დავწვა და თითქოს გაბერილი ვარ. არა, ეგ გარკვეულად წყლის შეკავება ხდება იმ პროცესში, როცა თქვენ იღებთ შესაბამისად მაგ GH-ს, მაგრამ ცხიმის და პროცესი და ლიპოლიზი სვეტში მიმდინარეობს. პროსტა თქვენ როცა გადიხართ ბოლო ფაზაზე, ვთქვათ, და როცა შეეშვებით, ვთქვათ, აი 2 თვე მიიღებთ ან 3 თვე მიიღებთ ამ GH-ს, მოხდება ის, რომ ცხიმის დაიწובה, მაგრამ წყალი შესაბამისად მიახლოებით 5-7 დღეში სულ გამოვა, რაც იყო შეკავებული GH-საგან და ნამდვილ სიმშრალეს და ამ სიხმელეს უფრო მერე დაინახავთ. ანუ პროცესში უფრო თითქოს წამობერილები ხართ. ამიტომ GH-ი ცხიმს წვავს. თუ მივასაუბარი თქვათ რაღაცა გარკვეულად იმ ჯაჭვებზე ამინომჟავებისა, რომელიც GH-ი პასუხობს იმენა ცხიმის წვაზე, არის კიდე GH ფრაგმენტს რო ეძახიან 176-191 მე მგონი ფრაგმენტი არის, ანუ ის გარკვეული ჯაჭვი ამოღებული GH-დან ამინომჟავების, რომელიც უფრო პასუხობს ლიპოლიზს. ანუ რომელიც უფრო არ აკავებს წყალს, არანაირად არ მოქმედებს ემპტორზე, არ აქტიურებს ანაბოლურ პროცესებს, პროსტა შესაბამისად წვავს ცხიმს. ანუ ეგ შეიძლება უფრო ალბათ წავიდეს გოგოებზე. რატო შესაბამისად მე რაღაცა ბოლო ვარიანტებს ჩემ კლიენტურას არ უწერ. ანუ რაღაცა კოსმოს ვერ აკეთებ. ძვირი ღიის შესაბამისად და შესაბამისად ახლა შედარებაზე თუ მივასაუბარი და რაღაცა ვარიანტზე თუ მივასაუბარი, კლასიკური GH მინუს ვეში ჯობია, იმიტომ რომ ბიჭებზე თუ მივასაუბარი მით უმეტეს. შეფასებას გავაკეთებ. სემაგლუტიც დაუწერ მიახლოებით 8-იანს 10 ბალიდან, ტიზეპატიც დაუწერ შესაბამისად 9-იანს და რეტატრუდიც დაუწერ იმენაც ვეში 10-იანს. აქაც თუ მივასაუბარი ახლა თქვა GH დაუწერ ალბათ იმენაც ვეში 9-იანს, ფრაგმენტს დაუწერ ალბათ მიახლოებით 607-იანს, იმიტომ თავის ფულით ვეში არღის. თუ მივასაუბარი თქვათ ისეთ რაღაცა გარკვეულ ახალ სიახლეებზე, რომლებიც არის მაგალითად აი რო ავიღოთ ფინანს თქვათ სულ პიპი რაც არის BAM15 5 ამინო 1 MQ მაინც ეგენი უფრო ეფექტურები არის ვიდრე ესა და კიდე ყველაზე ტვინის ყონაბუდიში გოგოებთან ფრანგულისთვის თუ მიყურებენ ვინმე ის აქვს რომ ჩხლეტა არის საჭირო ფრაგმენტის შესაბამის ინიექცია არის ეგეც არის რომ უნდა ვიკეთოთ ყოველ დღე ფრაგმენტს 6-იანი მიახლოებით ნიშანი. გადავიდეთ ესე იგი შესაბამისად ყველაზე ტკბილობაზე და ალბათ მიახლოებით 3 პრეპი არის. 3 პრეპი, რომელიც
აღაღზევს ჩვენს გიპოფის ეუბნებიან რომ დავაი და ენდოგენულის დისჰორმონი გიპოფის გამოყავი და ეხლა მიხვდებით ყველა რომ საუბარი იქნება შესაბამისად იპამორელინზე, ტესამორელინზე და CGC-1295. რაც შეეხება შესაბამის ეხლა ამ ჯგუფს ამაზე შემიძლია რა ვთქვა. იპამორელინი მოკლე მოქმედების არის, პულსაციას აკეთებს მიახლოებით 2-ჯერ 10-ჯერ მეტჯერ ანუ ზდის ჰორმონს ზდის მიახლოებით 2-8ჯერ. ეგ არის დოზირებაზე, ეგ არის ინდივიდუალური, რადგან გიპოფის ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური გზნობიარე. რო ავიღოთ უხეშად 300-500 მიკროგრამი იპამორელინი და ავიღოთ 2 100 კილოიანი ტიპი, მაგალითად ავიღოთ კიკონა და ავიღოთ მაგალითად გენერალი გუჯა უხეშად. რო გავუკეთოთ ორივეს უხეშად, ან აი გენერალი რამაზე ავიღოთ ისიც ჩემი წონა არის. რო გავუკეთოთ 500 მიკროგრამი ორივეს, თქვათ და ჩაავარებინოთ მე თქვათ GH-ის ანალიზი, თქვათ IGF-ის ანალიზი, ორივეს ერთ იგივე მაჩვენებელი ცვეთში არ იქნებათ. როცა წონა ერთ იგივე გვაქვს, იმიტომ რომ ეგ არის ენდოგენული სისტემის. ეგ არის ეგზოგენური. ამიტომ ერთ იგივე მაჩვენებელი არ იქნება და даже ეგზოგენურზეც არ იქნება ერთ იგივე მაჩვენებელი, იმიტომ რომ რეცეპტორები ყოველას ინდივიდუალური აქვს. კაი არის პლუსი ის აქვს შესაბამისად რომ რეალურად მოქმედებს GH-ს წევს, უბრალოდ ყველა პეპტაიდების მინუსი და ყველა პეპტაიდების 900 იმიტომ დაუწერ. რომ არის ძვირია ეს ფაქტია. აი თითქოს ეგ მკმენავს. დანარჩენი ვაფშე არაფერი. იდეალურია ამინომჟავების რაღაც გარკვეული პატარა ბლოკებია, რომელსაც რაღაც გარკვეული თავისი მეტაბოლური სიგნალები აქვს. კაი თემა არის, საინტერესო თემა არის GH-ი. რატო ეს აღნიშნე ეს გარკვეულად სამივე პეპტაიდი? იმიტომ რომ რაც მაღალი არის GH-ი, შანსი უფრო არის რომ მაღალი იქნება IGF-ი და მაგ ორი რაღაცა გარკვეული ჰორმონის შესაბამის აქტივაციის შემდეგ უკეთესად ხდება ლიპოლიზი, როგორც კიდე არ გავაჭიროთ საქმე რა. ამიტომ უბრალოდ GH-ს როცა თქვენ იკეთებთ, უნდა ხდებოდეთ იმას, რომ ეგ არის უფრო ეგზოგენური და გარედან შემოდის, ანუ მაგას პირდაპირ პრაგმატული ეფექტი აქვს რა. და აი ამებს სტიმულატორებს ეგენი ინდივიდუალური არის თქვენ გიპოფიზზე რა. და კიდე მნიშვნელობა აქვს ადამიანი რასაკის არის. თუ ხართ 35-40 წელზე ქვეშ, ალბათ უფრო ექნება უფრო მკვეთრი ეფექტი ამ სტიმულატორებს ჩვენი ენდოგენული ზეთის ჰორმონის, ვიდრე გარკვეულად ადამიანი ვინც ასაკშია ეხლა. რო ეხლა მე ავდგენდა მამა ჩემი არის 16 წლის და ხა დაუწყო ამების გაკეთება არ ექნება კაი ეფექტი. ამიტომ უფრო ახალგაზრდებისთვის და შეიძლება ითქვას რომ ნატურალებისთვის თქვენ ბუსტავთ თქვენ ენდოგენულ სისტემას. იპამორელინს დაუწეროთ, მოდი იყოს 8-იანი, კაი. შევეხები ახლა CGC-1295-ს, მაგასაც ძალიან მაგარი ეფექტი აქვს. იდეალურად სინერგირდება შესაბამისად იპამორელინთან. პროსტა მე ყოველთვის აი პროსტა მადორიაზე არ არის, რაც უფრო ნაკლები ინიექცია არის, მით უფრო უკეთესია, იმიტომ ხალხს ზოგს ავიწყდება, ზოგს არ ევასება ეს ჭვრეტა, ზოგს ფობია აქვს ნემსის. ამიტომ აირჩიეთ ისეთ CGC-1295, რომელსაც ექნება მოლეკულა DAC. ეგ არის უფრო ისეთი მოლეკულა მიმაგრებული, რომელიც პროლონგირებას უკეთებს, ანუ მაგას ოვიჩო ვიკეთებთ, DAC-ის შესაბამისად მე ეხება მაგას და მიდის უფრო რეცეპტორებში გამოთავისუფლება უფრო გვიან, ანუ რაღაც პულსაცია პიკური არ აქვს ისეთი სწრაფი, როგორიც აქვს შესაბამისად იპამორელინს რა. მეორე ესე იგი CGC-ს მე დავუწერ, რავი, ალბათ 8-იანს ან 9-იანს ვეჭი. კაი პეპტაიდია, თუ მივასაუბარი დაკთან ერთად თუ არის ვაფშე 9-იანი. კეთდება კვირაში, რავი, 2-ჯერ მინდა და ივიწყებ და ზდის ჰორმონი გვაქვს მაღალი, შენი ენდოგენული. ეხლა შევეხები ღრმად შესაბამისად TSX, ტესამორელინი. ვახ, TSX როგორ დაუწერო? მინდა რომ 10-იან დაუწერო, მაგრამ ვერ დაუწერ 10-იანს. 10-იანს იმიტომ ვერ დაუწერ, რომ ბლядь, გრის просто пиздец ძვირი რა. კლასიკური დოზირებები, რასაც წერს ჯერჯერობით ჩვენი თლათ არ დახვეწილი ჩათი ამ სფეროში. რასაც იძლევა Google ინფორმაციას, ზოგი წერენ 500 მიკროგრამი საკმარისი. ნუ არა, არ მუშაობს. ტესამორელინი მუშაობს, მიახლოებით ვიტყოდი როგორ თემას. მინიმუმი მილიგრამი მაინც დღეში უნდა გაკეთდეს რა. დაჟე ვიტყოდი რომ მილიგრამ ნახევარი და 2 მილიგრამი. და რა აქვს ყველაზე მაგარი უზარმაზარი პოსტა დიდი ცხიმიანი პლუსი შესაბამისად ტესამორელინის, რაც ვაფშე არც ერთ პეპტაიდს არ აქვს. ეგ არის ის ბიჭები, რომ წვავს ვისცერალურ ცხიმს და აქვს როგორ ნიუანსს. ყველა ჩვენ ორგანოს შიგნით რაღაცა გარკვეული პროცესებიდან გამომდინარე, აი მოდი შევეხებით ძალიან იოლად ვთქვათ, გარკვეულად ვთქვათ, wheezes, ადამიანს ევასება ვთქვათ, მაგრად ჭამა, ადამიანს მაგრად ევასება დალევა, ადამიანს პახოვდო რა ვიცი ვთქვათ, აი ხო არის კატეგორია ხალხი ვისაც ჭამა დალევა ევასება და პახოვდო სტერიკებიც, წლების განმავლობაში wheezely შესაბამისად აი იქსოვილება პახოვდო გარედანაც შეიძლება ისე ითქვას პრიმიტიულად ცხიმოვანი ქსოვილით. და ყველა ორგანოს ეგ აქვს, ეგ ვისცერალური ცხიმი და უზარმაზარი პლუსი ეგ არის, რომ ტესამორელინი წავს ვისცერალურ ცხიმსაც. აი ეგ არის პროსტა მაგისი პროსტა არანორმალური პლუსი იმით, რომ თქო რო ხდებოდეთ.
ყველას ორგანოები გვაქვს სათითაო და რაც ორგანოები იქნება უფრო ნაკლებად ცხიმში, ლოგიკურია რა მოხდება, უფრო ეგენი იქნება მაღლად და უფრო ჯიგრულად იფუნქციონირებენ. ანუ თავის ფუნქციებს ყველა გარკვეულად გვიძლი იქნება, რავის თითქმის თუ ასე შემდეგ, რავი, გული ყველაფერი იმუშავებს უფრო გაცილებით ჯიგრულად, უფრო ეფექტურად. ამიტომ ეგ კაჩავს ტესამორელის 10 ბალისკენ იმ კუთხით რომ გინდა არ გინდა ასაკში რომ მივიდოთ ეგ პროცესები ხდება და რაც იქნება ნაკლებად ჩვენს ორგანიზმში ვისცერალური ცხიმი, მით უფრო ჯამთელი გვექნება ორგანოები. ორგანოები ჯამთელი ორგანიზმის სრულიად, იმიტომ რომ ყველა ფუნქცია შესაბამისად მოდის იმენა ორგანოებიდან გამომდინარე. რა ვიყოთ ადამიანს ღვიძლი გამოვაცვალოთ თითქმის და всё. დამთავრებული მანდ, ანუ ველი მუშაობს შესაბამისად ჯიგრულად მანქანა. ამიტომ ალბათ TSX 1000-ს დაუწერ, მაგრამ просто ფასი არის ძვირი რა. ნორმალურად ტესამორელი ნუ გაკეთეს თუ არის იმენა რეალურად კაი ხარისხის. პატარა ესეთ გარკვეულად დისკლეიმერს გავაკეთებ პეპტაიდებზე. ჩემი რა, რამდენი просто ხალხი არის რომ როგორი ადვილი არის ადამიანის მოტყუება რაღაც თემაში. აი თქო რო ხდებოდეთ როგორ სიტუაციას. ზოგადად წარმოება პოლონაიდი პეპტაიდების და პოლონაიდის სტელიკების ხდება ჩინეთში. მაგრამ როგორც თქვათ, ავიღოთ თქვათ ელემენტალურად რაღაცა თქვათ, აი წყალი. საქართველოში თქვათ. ვიღაცა თქვათ, იქ შიგნით საწარმოში არის ბევრი რაღაც გარკვეული ჩუმი ლაიფჰაკები. რო იციან თქვათ, რაღაცის თქვათ, აი წარმოება ბიზნესის კუთხით, აი ეს რო გააკეთონ თქვათ, იმენა იდეალურად და კაი, უხეშად ეღირება თქვათ 2 ლარი. რო გააკეთონ თქვათ, იაფიანი ეღება 50 თეთრი. ბევრი კიდია ბევრს. რავი, წყალია, მოდი გავაკეთო, კაროჩი, იაფიანი და ფული ვიშო ბევრი. იგივე სიტუაცია არის ფარმ კომპანიებში. ჩინეთში არის უზომოდ ბევრი, ესე შეიძლება რაღაცა კუთხით ითქვას, პატპოლნი, მიწისქვეშა, რა ვიცი, თქვათ, მიხურული ჩუმი, ლაბორატორიები და ის გარკვეული ქარხნები, სადაც სინთეზირება ხდება ძალიან არაჰიგიენურად და ნედლეული აქვს ძალიან ცუდი. აკეთებენ ძალიან იაფიან ნედლეულს, შესაბამისად მე მაგას აფასოვებენ, ყიდიან უფრო იაფად და ხალხს გონია რომ იაფიანს რო იყიდის არის კაი. არის ყოველთვის ჩინეთში მიახლოებით 3 სორტი. არის ყოველთვის ხომ ნაგავი, ძალიან ცუდი ნედლეული, არის რაღაცა საშუალო ვარიანტში, რაღაცა აი, სადაც როცა გააკეთებთ რაღაცა გარკვეულად ქრომატოგრაფიის ანალიზი თქვა რომ კეთდება. უხეშად იქ არის მიახლოებით სისუფთავე და კრისტალიზაცია, მაგალითად რამე თქვა ნიუტრიენტების მიახლოებით ერთი სუფთა არის 85%. არ არის ეგ კაი რა. და არის უმაღლესი სისუფთავის ნიუტრიენტება, სადაც არის რა ვიცი, აი კრისტალიზაცია და იმენა ძალიან სუფთა ყოველფრის გარეშე, მიახლოებით 95-98%. ეგ არის იმენა კაი. მასეთი კაი ტესამორელიზე თუ მივა საუბარი და თუ მაგას შესაბამისად ჩვენ ვთრეულობთ, ალბათ ავხსნი როგორ სიტუაციას. ერთი თვის კურსი მინიმუმი დაждდება ალბათ $150 მინიმუმი ჩვენში. იცოდეთ ტესამორელის თქვა თან გინეს ნებისმიერ პეპტაიდებს სამე თუ თრეულობთ თქვენ იაფად. იცოდეთ უბრალოდ რომ იკეთებთ, მაგრამ სისუფთავე იქნება გაცილებით დაბალი. იკეთებთ ნახევრად ნაგავს. მე შესაბამისად ორგანიზმი რაღაცა გარკვეულად ისეთი ბინძური მეტალებით და რაღაც გარკვეული მეტაბოლიტებით რო შესაბამისად იძენდება, მე ნუ გიკვირთ რომ დეტოქს ფუნქციები და რაღაცა გარკვეული რაღაცა პროცესები და ღვიძლის კიდე გარკვეული ფერმენტები და კიდე თირკმლის მუშაობა და უამრავი სხვა ფუნქციები რომ მე ხდება ცუდად ყველაფერი, მე ნუ გიკვირთ ეგ სიტუაცია. ამიტომ აი ფულის მოჭერა პეპტაიდებზე, იმენა და სარმებზე მე იმენა ვერ მესმის რა. შეიძლება ადამიანმა თქვა რაღაცა გარკვეულად აი მოუჭიროს ფინანსებს, არ იყიდოს თქვა აი თევზის კონი, არ იყიდოს რაღაცა უბრალო რაღაცა მესმის თქვა რაღაცა ვარიანტში არა ის გასაკვირი რომ არ აღისწვირი თვითონ მეთანი თქვა აი კლასიკურად თქვა ვისაც იმიტომ რომ ძალიან იაფი არის მაგრამ ეს სიახლე თემები რაც არის და ცოტა რაღაცა თქვა არის რაც არის research chemicals რაც უფრო ჯგუფში გადის რა მანდ იმენა კაროჩე იაფიანი და ხარისხიანი ვერ დაითრევთ ნუ მოიტყუებთ თავს ყველა ვინც თქვა დილერი გეუნებათ ხო არაფერი აი უბრალოდ ეს და ეს იმას პროსტა იმ მომენტში აქვს უბრალოდ ის უფრო ვარიანტი რომ მეტი გარკვეული ფინანსური რაღაც გარკვეული სარგებელი და იმას ვაფშე პოხუი და არ აინტერესებს შენი ლოგიკური იცის მაგრამ 100%-იანი რო 2-3 თვეში შენ არ მოკვდები და მაგით არაფერს ვერ მოგივა და დანარჩენი ჩვეულებრივ გაივლის ეგ სიტუაცია რა. ამიტომ ყოველთვის ეგ არის უბრალოდ უზომოდ საინტერესო ეგ კუთხე რომ უნდა იყოს უეჭველი ხარისხიანი. ამიტომ ტესამორელის ალბათ ნუ ლადნა იყოს კაროჩე 10-იანი რა. რაც ახლა მე ჩამოვთვალებ. ეხლა როგორ თემას ვიზავდი მე გზად მოდი ავაწყოთ მაშინ დოტის ფაქტიურად პერსონაჟი ამ ცხიმისთვის ვარიანტში იმენა პეპტაიდების კუთხით. კერი ავიღოთ, კერი რა თქმა უნდა ავიღოთ. პირველი ჯგუფიდან რაც თქვი ფაქტიურად სემა, ტიზეპატიდი, რეტადურდიდი, მაგიდან ავირჩიოთ კერი. კერი ცხიმის წვა შეიგიქნება. მადას გავაკონტროლებთ, მეტად გვექნება ცდუნება თქმილზე და რღვევაზე, მეტად ვიქნებით ადეკვატურად კალორიების დეფიციტში. მეტად მოხდება უკეთესად ფაქტიურად ცხიმის წვა. რავი, სადეთ გინდათ სემაგლუტიდი თავიდან, არა პრობლემა. სადეთ ტიზეპატიდი, ეგრევე რეტას რომ მიახტებით რომ რა თქმა უნდა რეტა მაგარი ეფექტურია და რაღაცა რა. პირველი იქნება, ესე იგი მაგიდან მაგ სამიდან უეჭველი.
თუ ეხა მივასაუბარი იმენა ცვეთში რაღაცა დამხმარ თქვა საპორტზე და იმენა მივასაუბარი თქვა რაღაც ისე თქვა დამხმარ ნორმალურ საპორტზე, ალბათ შეიძლება ითქვას მანდ შესაძლებელია როგორც თქვა ან GH-ი განიხილოს კაცმა რა. ან GH თუ არ გვინდა თქვა გამოდის ეგზოგენური, ვიმოქმედოთ ჩვენს ენდოგენულზე. ავიღოთ თქვა მაგალითად CGC და IPA მორელინი, ან ერთ-ერთი მაგათი რა. ნუ იქნება იმენა ტესა მორელინი, იმიტომ რომ როგორც თქვი ძალიან ძვირი არის რა. ეგ იქნება დავხარე ვარიანტი და როგორც რაღაცა ვარიანტში თქვა mid laner-ი, რაღაცა ვარიანტში mid-ის თქვა ვარიანტი, ან თქვა რაღაცა ტოპი დავხარე პონჩი, შეიძლება მანდვე ჩავიდეს ინიექციური ელკარნიტინი რა. აი ინიექციური ელკარნიტინი არის ისეთი უზომოდ საინტერესო ამინომჟავა, პროსტა რომელსაც რეპუტაცია აქვს გატეხილი იმით, რომ აი რამდენს ალბათ ალბათ ერთი 100 კაცზე მეც აქვს მოწელილი ელკარნიტინი არ მუშაობს, არ და მუშაობს. პროსტა ორალური ფორმა არ მუშაობს, იმიტომ რომ ბიოთისება აქვს გაცილებით დაბალი რა. თორე ელკარნიტინის სხვადასხვანაირი ფორმები არსებობს რა, ბევრნაირი რა. მაგ თემაზე შეიძლება სხვა დროს ჩაწერა, მაგრამ კლასიკური ელკარნიტინი აკეთებს რას? ჩვენ რო ინიექციის სახით მაგას ვიკეთებთ, ბიო აბსორბცია აქვს მიახლოებით 1,99%. ჩვენ ვაკეთებთ ესეთ პულტს, ანუ ღილაკი გვეჩნდება რაღაც გარკვეული ღილაკი და ეს ღილაკს ვაჭერთ ჩვენ ხელს, რომ დავაი აი რაღაცა ისეთ ფანტასტიკურ ფილმში, ანუ ცხიმის შესაბამისად ოქსიდაცია და რაღაც გარკვეული ისეთი რაღაც პუნქტია, რომელიც აკეთებს ცხიმის გამოთავისუფლებას შესაბამისად უფრო აქტიურად. ანუ ცხიმის ჩვენ გამოვიყენებთ ენერგიის სახად. ცხიმის და ლიპოლიზის პროცესი თუ არ წაიმართა, თუ არ წავიდა, ცხიმი ვერ დადნება კარგად. დადნება უფრო მეტწილად გლიკოგენი, კუნთოვანი ქსოვილი შესაბამისად და ეგ უფრო ვიტყოდი, რომ აი არასწორი დაკლება არის. ამიტომ იდეალურია ვიტყოდი, რომ ელკარნიტინი კიდე ამ კომბინაციაში რა. დაბალი დოზირება გინდაც იყოს აი 500 მგ კარდიოს წინ, ან თქვა ვაფშე იდეალური ძილის წინ, იმდა საერთოდ რომ გადავთოთ პუნქტი შესაბამისად ღამე უფრო მეტწილად ცხიმის ოქსიდაციაზე რა. ეგ არის ბიჭები ფაქტიურად ესეთი გარკვეული ვიდეო პეპტიკებზე, რომლებიც უფრო წვალს ცხიმს. პეპტაიდები ბევრნაირია ძალიან რა ვიცი, არის NAD, არის გლუტათიონი, არის იმუნომასტიმულიზირებული პეპტაიდები. არის ისეთი პეპტაიდები, რომლებიც ესე შეიძლება ითქვას უფრო მასას მატებს, აი GH ერპის ოჯახები. ეგენი მასას უფრო იმიტომ მატებს, რომ ეგენი ცოტა შესაძლებელია, რომ მაგით ინდივიდუალურია, მაგრამ რაღაც პონჩი პროლაქტინის მატულობს მაგების მიღების შემდეგ და ეგენი ცოტა ოდენ წყალს აკავებს და წყალი კიდე ვისაც მასა ევასება და ვის ევასება რომ იყოს ჯანზე იმათვის არის რა. ბევრნაირია ფაქტიურად ეს პეპტაიდების ჯგუფი, არის მიტოქონდრიანული, არის ისეთი გარკვეული პეპტაიდები, რომლებიც AMPK-ს აქტიურებს, ან უფრო გამძლეობის თემებს. რავი, მოკლედ ბევრნაირი ვარიანტი შეიძლება რომ კაცმა გადაიღოს ამ თემაზე რა, მაგრამ უფრო უახლოვებ ამ სიტუაციას უფრო ცხიმისვას და უფრო ჩემი უბრალოდ ვიდეოების გადაღება არის როგორც რაღაცა ვარიანტში რაღაცა გაგაგებინოთ უფრო ნორმალურად და უფრო ისეთ ვარიანტში როგორც კვლევების ვარიანტი, ასევე ჩემი გარკვეული ექსპერიენსი, ასევე ყველაფერი უფრო იყოს უფრო ახლოს ჯანმრთელობასთან და უფრო იყოს აი რაც ვარიანტი შეიძლება ითქვას რომ ნორმალურად გამოვიყურებოდეთ. ვისაც მასა გეواسებათ და ჯანზე ყოფნა გეواسებათ, ბიჭები, ყველაფერი ბაზარი არ არის, მაგრამ უკვე მასა, აი ეს ასე ვთქვი, იმენა სპილური მასა უფრო გადადის უფრო მეორე პლანზე იმ პონჩი, რომ ყველა უფრო მიდის ხდება იმას, რომ ბევრი ცხიმი არ არის კაი ჯანმრთელობისთვის კაი რა, უბრალოდ. აი ეგ კუთხე არის და თქვენ ხდებოდით იმ სიტუაციას, რომ რაც უფრო ხართ დიდი მოცულობაში, მით უფრო მეტი დატვირთვა აქვს როგორც გულს და სიზარღვოვან სისტემას, კაპილარულ ბადეს და კაპილარულ სისტემას და ასევე აქვს ძალიან დიდი დატვირთვა ყველაზე არარეგენირებად და ყველაზე ის თვალენში კაპრიზნი ორგანოებს, რაც არის თითქმელები. თითქმელები თქვენ ხდებოდეთ სვეტში, მაგარი დატვირთვა მიდის, როცა ადამიანი არის წონით მიახლოებით 115-125 კილო ზევით რა. ამიტომ ყველაფერი კი შეიძლება რაღაც ვარიანტში რომ ინგიბირება მოახდინოთ რაღაც გარკვეულ პროცესებზე რა. მაგალითად თუ დიდები ვართ ძალიან და ვთქვათ მასა გვინდა და ამასობაში ვზივართ და გულის ცემა პულსი გვაქვს დამშვიდობულ მდგომარეობაში ესე ვზივართ პულსი გვაქვს 100 მანდ უფრო და იმენა გვინდა რომ ძალიან ჯანზე ვიყოთ, ნუ მანდ შეიძლება გავიხედოთ რაღაცა ინგიბირება გავაკეთოთ, ბეტა ბლოკატორები მივიღოთ, რომ გულს მივეშველოთ, ანტიგიპოქსანტები მივიღოთ, ბაზარი არის. თუ გვაქვს წნევა, მაგრამ გვინდა რომ ჯანზე ვიყოთ, მაშინ ლოგიკურია რომ უნდა მივიღოთ რაღაცა გარკვეულად სარტანები. თუ თქვათ კრეატინი ძალიან მაღლა გაგვირბის, მაგრამ მაინც ჯანზე გვინდა რომ ვიყოთ, მაშინ გავაკეთოთ ინგიბირება შესაბამისად იგივე სარტანებით, ასტრაგალუსით, ბევრი წყლისმით, აი ბევრი გარკვეული ნიუანსი არის რა. ამიტომ ნახდებოდეთ რომ რაც უფრო სხეული უფრო არის ახლო ფიზიოლოგიასთან უფრო რა და უფრო ჯანმრთელობასთან ეგ არის უფრო მით გაცილებით მაგარი. ესეთი ბიჭები ვიდეო მოკლედ როგორც ყოველთვის ადმინისგან პატარა გინთხოვნა ის არის რომ მაქსიმალურად აქტიურობთ კომენტებში, გადაზიარებაში, რა ვიცი, თუ გინდა პატარა მონაჭრელები ამოჭერით ხოლმე და მომნიშნეთ სამე ინსტაგრამზე მოხარული ვიქნები ძალიან თქვენგან ყურადღებით. ყველანი მყავდით ბიჭები ჯანზე, ზაფხული მოდის.
რა ვიცი, ფაქტიურად ვისაც კი გინდათ რაღაცა თქვა დახმარება რეკომპოზიციის ვარიანტში, ან თქვა ჯანმრთელობის კუთხით, ან თქვა რამე ისეთი საინტერესო გაინტერესებთ, შეგიძლიათ მომმართოთ დაირექტში, მიპოვოთ, არ გაგიჭირდებათ. ყველას ბიჭები ჯანზე ყოფნა და ყველას დროებით. Adiós.